მილიონერი ღარიბად გადაცმული წავიდა ავტოსალონში ძვირადღირებული ავტომობილის საყიდლად. ის შოკში ჩავარდა, როცა თანამშრომლების მხრიდან ძალიან ცუდი მოპყრობა მიიღო. იმ დღემ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. უყურეთ ბოლომდე, რათა გაიგოთ ამ საოცარი ისტორიის ფინალი და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ დაგვეხმაროთ. ახლა დავიწყოთ ისტორია. დილის მზე ანათებდა ქალაქ თბილისში, როდესაც ელიტური ავტოსალონის პრემიუმ მოტორსის მინის კარები ფართოდ გაიღო. სალონი, რომელიც მთავარ გამზირზე მდებარეობდა, შთამბეჭდავი სამსართულიანი შენობა იყო მინისა და ფოლადის ფასადით, რომელიც მზის სხივებს ირეკლავდა და დროებით აბრმავებდა გამლელებს. შიგნით ფუფუნებისა და დახვეწილობის ატმოსფეროს უფევდა. ბაზარზე არსებული ყველაზე ძვირადღირებული და ექსკლუზიური ავტომობილები წარმოდგენილი იყო თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებულ სალონში, განათებული შუქდიოდებით, რომლებიც ხაზს უსვამდნენ მათი კორპუსის ყველა მოხაზულობასა და კუთხეს. ახალი ტყავისა და ვანილის არომატიზატორის სურნელი ჰაერში იფრქვევდა, რაც განსაკუთრებულობის ატმოსფეროს ქმნიდა. გამყიდველები ჩაცმულნი საკუთარ ზომაზე შეკერილი კოსტიუმებითა და მბზინვარე ფეხსაცმელებით სალონში უპირატესობის გრძნობით დასეირნობდნენ, მზად იყვნენ მოემსახურებინათ მდიდარი კლიენტებისთვის, რომლებიც ხშირად სტუმრობდნენ იქაურობას. მათ შორის გამოირჩეოდნენ გიორგი მამულაშვილი და დავით კახიძე, ცნობილნი როგორც სალონის საუკეთესო გამყიდველები. მიმღებთან ახალგაზრდა ქალი დაახლოებით 25 წლის, წაბლისფერი თმით, რომელიც ელეგანტურ კოკაში ჰქონდა შეკრული და გამორჩეული მწვანე თვალებით, დოკუმენტებს ალაგებდა. მას თამარ გიორგაძე ერქვა და მიუხედავად იმისა, რომ იქ ცოტა ხნის წინ დაიწყო მუშაობა, მან თანამშრომლების პატივისცემა დაიმსახურა თავისი ეფექტურობითა და კლიენტებთან სასიამოვნო მოპყრობით. უცებ კარი გაიღო და შევიდა შუახნის მამაკაცი, ჩაცმული გაცვეთილი პერანგით, ჯინსებითა და გაცვეთილი ფეხსაცმელებით. მისი ჭაღარა თმა აწეწილი იყო და რამდენიმე დღიანი წვერი ჰქონდა. მიუხედავად მოუწესრიგებელი გარეგნობისა, მისი ლურჯი თვალები უჩვეულო ინტენსივობით ბრწყინავდა. გიორგიმ და დავითმა ახლად მოსulis დანახვაზე ზიზღით სავსე მზერა გაცვალეს. კაცი სალონში სეირნობას შეუდგა, ინტერესით ათვალიერებდა მანქანებს. როდესაც წითელ მბზინავ სპორტულ მანქანას მიუახლოვდა, გიორგიმ ვეღარ შეიკავა თავი. უკაცრავად, ბატონო, თქვა მან მფარველობითი ტონით. რაიმეში ხომ ვერ დაგეხმარებით? კაცი მობრუნდა და თავაზიანად გაიღიმა. დიახ, მაინტერესებს მანქანის ყიდვა. დავითი საუბარში ჩაერთო, ცხვირქვეშ იცინოდა. დარწმუნებული ხართ, რომ სწორ ადგილას ხართ? ჩვენი მანქანები საკმაოდ ექსკლუზიურია. კაცმა თითქოს ყურადღება არ მიაქცია კომენტარს. დარწმუნებული ვარ. სინამდვილეში მინდა ვნახო ყველაზე ძვირადღირებული მოდელი, რაც გაქვთ. გიორგიმ და დავითმა კიდევ ერთხელ გაცვალეს მზერა, ამჯერად ურწმუნოებით სავსე, შერეული დაცინვით. ბატონო, თქვა გიორგიმ ყალბი მოთმინებით, შესაძლოა უკეთესი იქნება, თუ სხვაგან მოძებნით. ჩვენი მანქანები 6 ნიშნა რიცხვებიდან იწყება. მესმის, მშვიდად უპასუხა კაცმა. მაგრამ მაინც დავჟინებ, მინდა ვნახო თქვენი საუკეთესო მოდელი. დავითმა, რომელმაც მოთმინება დაკარგა, დაიღრინა. ბატონო, აშკარაა, რომ არ შეგიძლიათ ჩვენი მანქანების შეძენა. გთავაზობთ, დატოვოთ სალონი, სანამ დაცვას არ დავუძახებთ. კაცმა ორივე გამყიდველს გაურკვეველი გამომეტყველებით შეხედა. შემდეგ უკვე არაფერი თქვა, მობრუნდა და გასასვლელისკენ გაემართა. თუმცა მიმღების წინ შეჩერდა. თამარი, რომელიც მთელ სცენას უკმაყოფილებით აკვირდებოდა, მას თავაზიანად გაუღიმა. რაიმეში დაგეხმარებით, ბატონო? კაცმა ღიმილით უპასუხა. დიახ, სინამდვილეში მინდა მენეჯერთან გავისაუბრო, თუ შესაძლებელია. ვწუხვარ, მენეჯერი ახლა შეხვედრაზეა, უპასუხა თამარმა. მაგრამ შემიძლია ჩავიწერო თქვენი სახელი და საკონტაქტო ნომერი და გადავცემ მას, რომ დაგიკავშირდეთ რაც შეიძლება მალე. ძალიან მადლობელი ვიქნები, თქვა კაცმა. მე მქვია ლევან ნოზაძე. აი ჩემი სავიზიტო ბარათი. თამარმა აიღო სავიზიტო ბარათი და ინფორმაცია კომპიუტერში ჩაინიშნა. შესანიშნავია, ბატონო ნოზაძე. დავრწმუნდები, რომ მენეჯერი მიიღებს თქვენს შეტყობინებას. გმადლობთ, ქალბატონო. კაცმა შეწყვიტა, კითხულობდა სახელს თამარის საიდენტიფიკაციო ბარათზე, გიორგაძე. თქვენ ძალიან კეთილი იყავით. ბოლო ღიმილით ლევან ნოზაძემ დატოვა სალონი, დატოვა გამყიდველები კმაყოფილნი, რომ დაიცვეს თავიანთი ექსკლუზიური ადგილი და მიმღები ინტრიგით ახსავს ეიდუმალი სტუმრის მიმართ. არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეხვედრა უნდა გამხდარიყო მოვლენების დასაწყისი, რომლებიც სამუდამოდ შეცვლიდა მათ ცხოვრებას.
ამასობაში თავის ფუფუნებით სავსე ოფისში ქალაქის მეორე მხარეს ცათამბჯენის ბოლო სართულზე კაცი უზადო კოსტიუმში იყურებოდა ფანჯრიდან იდუმალი ღიმილით სახეზე. ეს იყო ზურაბ კახიანი, ქარხნის მფლობელი, რომელიც აწარმოებს ფუფუნების მანქანებს, რომლებიც იყიდება პრემიუმ მოტორსში. მან ახლახანს დადო ყურმილი თავის ძველ მეგობართან, ლევან ნოზაძესთან საუბრის შემდეგ პირველი ფაზა დასრულებულია, ჩაიბურტყუნა მან თავისთვის, სანამ მაგიდასთან დაბრუნდებოდა და დაიწყებდა შემდეგი ნაბიჯის დაგეგმვას. 3 დღე გავიდა ლევან ნოზაძის პრემიუმ მოტორსის ვიზიტის შემდეგ და ცხოვრება სალონში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. გიორგი და დავითი თავიანთი ბოლო გაყიდვებით ტრაბახობდნენ, ხოლო თამარი კვლავ მოემსახურა კლიენტებს მისთვის დამახასიათებელი თავაზიანობით. დაახლოებით შუა დღისას სალონის კარები კვლავ გაიღო და ყველას გასაკვირად, ლევან ნოზაძე კვლავ შემოვიდა შიგნით. ამჯერად კი ის ჩაცმული იყო ყოველდღიური, მაგრამ ელეგანტური ტანსაცმლით და მისი წვერი გულდასმით იყო შეჭრილი. მიუხედავად ამისა, გიორგიმ და დავითმა ის მაშინვე იცნეს. ეს შეუძლებელია, ჩაიბურდღუნა დავითმა. რა უნდა ამ კაცს აქ კიდევ? თუმცა გიორგიმ შესაძლებლობა დაინახა. მოიცა უთხრა მან თავის კოლეგას. ნახე როგორ აცვია ახლა. შესაძლოა ზედმეტად ნაჩქარევად შევაფასეთ ის ბოლოს. ნება მომეცი მე მივხედო ამას. გამოცდილი ღიმილით გიორგი მიუახლოვდა ლევანს. დილა მშვიდობისა, ბატონო. კვლავ მოგესალმებით პრემიუმ მოტორსში. რაში შეგვიძლია დაგეხმაროთ დღეს? ლევანმა გიორგის ნეიტრალური გამომეტყველებით შეხედა. დილა მშვიდობისა. ვფიქრობდი, შემეძლო თუ არა მენეჯერთან გასაუბრება. გიორგის ღიმილი ერთი წამით გაქრა. ვშიშობ, რომ მენეჯერი ამ მომენტში მნიშვნელოვან შეხვედრაზეა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, შემიძლია დაგეხმაროთ ნებისმიერ საკითხში, რაც დაკავშირებულია ჩვენს ავტომობილებთან. გმადლობთ შემოთავაზებისთვის, უპასუხა ლევანმა, მაგრამ ვშინიანობ, რომ მენეჯერთან ვისაუბრო. ეს საკმაოდ სასწრაფო საკითხია. სანამ გიორგი მოასწრებდა პასუხის გაცემას, თამარი მიუახლოვდა. ბატონო ნოზაძე, სასიამოვნოა თქვენი კვლავ ნახვა, თქვა მან ნამდვილი ღიმილით. სამწუხაროდ უნდა გაცნობოთ, რომ მენეჯერი კვლავ დაკავებულია მნიშვნელოვანი შეხვედრების სერიით ამ კვირაში. შემიძლია ჩავიწერო უფრო დეტალური შეტყობინება მისთვის? ლევანმა ღიმილით უპასუხა. გმადლობთ, ქალბატონო გიორგაძე. ვაფასებ თქვენს დახმარებას. ასეთ შემთხვევაში სხვა დროს დაუბრუნდები. როდესაც ლევანი გასასვლელისკენ მიდიოდა, გიორგიმ ვერ შეიკავა თავი უკანასკნელი მცდელობისაგან. ბატონო ნოზაძე, თუ დაინტერესებული ხართ ჩვენი რომელიმე მოდელით, სიამოვნებით გაჩვენებთ ჩვენს კოლექციას. ლევანი შეჩერდა და გიორგისკენ მობრუნდა. გმადლობთ, მაგრამ ეს საჭირო არ იქნება. ამ მანქანებს საკმაოდ კარგად ვიცნობ და ამ სიტყვებით მან დატოვა სალონი, გიორგი დაბნეული დატოვა და თამარი კიდევ უფრო დაინტერესებული. არავინ იცოდა, რომ მენეჯერის ოფისში სწორედ ამ დროს მიმდინარეობდა საუბარი, რომელსაც უნდა შეეცვალა მოვლენების მსვლელობა პრემიუმ მოტორსში. მენეჯერი დაახლოებით 50 წლის მამაკაცი სახელად ვახტანგ მეგრელიშვილი იჯდა თავისი მაგიდის უკან ფერმკრთალი და ოფლიანი სახით. მის წინ იდგა მაღალი, გამხდარი მამაკაცი თხელჩარჩოიანი სათვალით, რომელიც სერიოზულად უყურებდა მას. ბატონო მეგრელიშვილი, დაიწყო მამაკაცმა, მე მქვია ნიკოლოზ ჭანტურია, ვეგა ინდასტრის ბიზნეს კონსულტანტი. აქ ვარ, რომ გაცნობოთ, რომ დღეიდან ჩვენი კომპანია წყვეტს პრემიუმ მოტორსისთვის ავტომობილების მიწოდებას. ვახტანგმა იგრძნო, თითქოს ვიღაცა მუცელში დაარტყა. მაგრამ რატომ? ჩვენ ვართ თქვენი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დისტრიბუტორი. ჩვენი გაყიდვების შედეგები შესანიშნავია. ნიკოლოზმა სათვალე გაისწორა. მიზეზები კონფიდენციალურია, ბატონო მეგრელიშვილი. შემიძლია მხოლოდ გითხრათ, რომ ეს გადაწყვეტილება მოდის პირდაპირ ვეგა ინდასტრის უმაღლესი რგოლებიდან. ეს რაღაც შეცდომა უნდა იყოს, დაჟინებით თქვა ვახტანგმა, სასოწარკვეთილმა. შემიძლია ვისაუბრო ვინმესთან მმართველობიდან? იქნებ ბატონ გელაშვილთან. ვშიშობ, რომ ეს შეუძლებელია, შეაწყვეტინა ნიკოლოზმა, გადაწყვეტილება საბოლოოა. თქვენ შეძლებთ გაყიდოთ მიმდინარე მარაგი, მაგრამ მეტი მიწოდება აღარ მიიღებთ. დილა მშვიდობისა, ბატონო მეგრელიშვილი. ამ სიტყვებით ნიკოლოზი ადგა და დატოვა ოფისი, დატოვა ვახტანგი დასუსტებული თავის სავარძელში, ცდილობდა გაიაზრებინა ის, რაც ახლახანს მოისმინა. ამასობაში სავაჭრო დარბაზში გიორგი და დავითი საუბრობდნენ იდუმალ ლევან ნოზაძეზე. გეუბნები, რომ რაღაც საეჭვოა ამაში, ამტკიცებდა დავითი.
რატომ ჟინიანობს ასე ძალიან მენეჯერთან საუბარზე? შესაძლოა ეს ექსცენტრული კლიენტია, შესთავაზა გიორგიმ. გამიგონია ისტორიები მილიონერებზე, რომლებიც მოკრძალებულად იცვამენ, რომ ყურადღება არ მიიპყრონ. ან იქნებ თაღლითია, უპასუხა დავითმა. ნებისმიერ შემთხვევაში არ მომწონს ეს. თამარი, რომელიც უსმენდა მათ საუბარს, ვერ შეიკავა თავი ჩარევისგან. არ გიფიქრიათ, რომ შესაძლოა ეს უბრალოდ კლიენტია, რომელიც პატივისცემას იმსახურებს, მიუხედავად გარეგნობისა. ორივე გამყიდველმა მას გაკვირვებით შეხედა, არ იყვნენ მიჩვეულნი იმას, რომ მიმღები თავის აზრს გამოთქვამდა. თამარ, თქვა გიორგიმ მფარველობითი ტონით, არ გესმის, როგორ მუშაობს ეს ბიზნესი. ჩვენ ვიცით, როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი კლიენტები. დიახ, დაამატა დავითმა, და ეს კაცი არ არის ნამდვილი კლიენტი. ეს დროის ფლანგვაა. თამარს უნდოდა პასუხის გაცემა, როდესაც მენეჯერის ოფისის კარი უცებ გაიღო. ვახტანგ მეგრელიშვილი გამოვიდა დამახინჯებული სახით, რაღაცას ბუტბუტებდა თავისთვის. ყველა თანამშრომელი გაჩუმდა, დაძაბულად აკვირდებოდნენ მას. სასტრაფო შეხვედრა, გამოაცხადა ვახტანგმა მოკანკალე ხმით. ყველა საკონფერენციო დარბაზში. დაუყოვნებლივ. როდესაც თანამშრომლები საკონფერენციო დარბაზისკენ მიემართებოდნენ, სალონში შფოთვის გრძნობა გავრცელდა. არავინ იცოდა რა ხდებოდა, მაგრამ ყველა გრძნობდა, რომ რაღაც დიდი მოახლოვდებოდა. ამ დროს კილომეტრების მოშორებით, ზურაბ კახიანის ოფისში, ლევან ნოზაძე შედიოდა ღიმილით სახეზე. როგორ ჩაიარა შენმა ვიზიტმა, ძველო მეგობარო? კითხა ზურაბმა. ზუსტად ისე, როგორც ველოდით, უპასუხა ლევანმა. ვფიქრობ, დროა ჩვენი გეგმის შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ. ზურაბმა თავი დაუქნია, მისი სახის გამომეტყველება იყო ნარევი გადაწყვეტილებისა და რაღაცის, რაც თითქმის მსუხარებას ჰგავდა. ასე იყოს. დროა, რომ პრემიუმ მოტორსმა ისწავლოს ფასეული გაკვეთილი. და ასე, როდესაც პრემიუმ მოტორსში ემზადებოდნენ შეხვედრისთვის, რომელსაც უნდა შეეცვალა მათი ცხოვრება, უფრო დიდი გეგმის ბორბლები კვლავ ტრიალებდნენ, მიჰყავდა ყველა გაუთვალისწინებელი ბედისწერისკენ. ატმოსფერო პრემიუმ მოტორსის საკონფერენციო დარბაზში დაძაბული იყო. თანამშრომლები ერთმანეთს უცვლიდნენ შეშფოთებისა და მღელვარების სავსე მზერებს ელოდნენ, როდის დაიწყებდა მენეჯერი ვახტანგ მეგრელიშვილი სასტრაფო შეხვედრას. თამარი კუთხეში იჯდა, აკვირდებოდა, როგორ ჩურჩულებდნენ ერთმანეთში გიორგი და დავითი, სავარაუდოდ ვარაუდობდნენ შეხვედრის მიზეზზე. საბოლოოდ ვახტანგი შევიდა დარბაზში. მისი სახე ჩვეულებრივ დარწმუნებული და ავტორიტეტული, ახლა სტრესისა და შფოთვის ნიშნებს ამჟღავნებდა. ის ყველას წინ დადგა, ღრმად ჩაისუნთქა და დაიწყო საუბარი. კოლეგებო, მაქვს ამბები, რომლებიც მნიშვნელოვნად იმოქმედებს ჩვენს ბიზნესზე, დაიწყო მან კანკალა ხმით. ცოტა ხნის წინ ნახა ვეგა ინდასტრის წარმომადგენელმა. მან მაცნობა, რომ გადაწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობის შეწყვეტა. დარბაზში გაისმა გაკვირვებისა და დაბნეულობის შრიალი. ვეგა ინდასტრი იყო პრემიუმ მოტორსის მთავარი მომწოდებელი, პასუხისმგებელი მათ მიერ გაყიდული ავტომობილების 80-ზე მეტზე. რას ნიშნავს ეს ზუსტად? იკითხა გიორგიმ, მისი ჩვეული თავდაჯერებულობა შეცვლილი იყო აშკარა შფოთვით. ვახტანგმა ამოიოხრა. ეს ნიშნავს, რომ აღარ მივიღებთ მეტ ავტომობილების მიწოდებას ვეგა ინდასტრისგან. შეგვეძლება გავყიდოთ ჩვენი ამჟამინდელი მარაგი, მაგრამ შემდეგ. მაგრამ ეს შეუძლებელია, შეაწყვეტინა დავითმა, ჩვენ ვართ მათი ყველაზე ეფექტური დისტრიბუტორი რეგიონში. რატომ გააკეთებდნენ ისინი ასეთ რამეს? არ მომცეს მკაფიო მიზეზი, უპასუხა ვახტანგმა. უბრალოდ თქვეს, რომ გადაწყვეტილება მოდის პირდაპირ კომპანიის უმაღლესი რგოლებიდან. თამარი, რომელიც ყურადღებით უსმენდა, ხელი აიწია. ბატონო მეგრელიშვილი, ფიქრობთ, რომ ამას შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ კაცთან, რომელმაც ცოტა ხნის წინ მოინახულა სალონი. ბატონ ნოზაძესთან. ყველა თვალი მისკენ მიბრუნდა. ვახტანგმა შუბლი შეჭმუხნა. რომელი კაცი? რაზე ლაპარაკობ, თამარ? თამარმა აღწერა ლევან ნოზაძის ორი ვიზიტი, მისი დაჟინება მენეჯერთან საუბარზე და როგორ მოეპყრნენ მას გიორგი და დავითი. როდესაც ის საუბრობდა, ვახტანგის სახის გამომეტყველება იცვლებოდა დაბნეულობიდან, გაგებიდან ბრაზამდე. გინდათ მითხრათ, რომ კაცი მოვიდა ორჯერ, მკითხავდა და არავინ მაცნობა ამის შესახებ, იკითხა ვახტანგმა, მისი ხმა იწევდა ყოველ სიტყვასთან ერთად. გიორგი და დავითი მოუსვენად შეიშმოშნენ თავიანთ ადგილებზე. ვიფიქრეთ, რომ ის უბრალოდ მაწანწალა იყო პირველად, თავი დაიცვა გიორგიმ. ხოლო მეორე ჯერზე კი, თქვენ შეხვედრებზე იყავით. ეს არ არის გამართლება,
იფეთქა ვახტანგმა, აცნობიერებთ, რა გააკეთეთ. ეს ლევან ნოზაძე შეიძლება ყოფილიყო გასაღები ყველაფრისთვის. მენეჯერმა თმაზე ხელი გადაისვა, აშკარად იმედგაცრუებული. უნდა გადავხედო უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს. მინდა ზუსტად ვნახო, როგორ მოექცნენ ამ კაცს. როდესაც ვახტანგი აჩქარებით გავიდა დარბაზიდან, დანარჩენი თანამშრომლები დაიწყეს ერთმანეთში მსჯელობა, ცდილობდნენ გაეგოთ სიტუაციის სერიოზულობა. თამარი მიუახლოვდა გიორგის და დავითს. გითხარით, რომ ყველა კლიენტს პატივისცემით უნდა მოუქცეოდით, შეახსენა მათ. დავითმა ზიზღით შეხედა მას. ნუ იწყებ, თამარ. არ გესმის, როგორ მუშაობს ეს ბიზნესი. შესაძლოა დროა შევცვალოთ, როგორ მუშაობს, უპასუხა მან, სანამ წავიდოდა. ამასობაში ზურაბ კახიანის ოფისში ავტომობილების ინდუსტრიის მაგნატი ყურადღებით უსმენდა ლევან ნოზაძის ანგარიშს. როგორ მოგექცნენ შენი მეორე ვიზიტის დროს, იკითხა ზურაბმა. ლევანმა ოდნავ გაიღიმა. გამყიდველი, რომელმაც პირველად გამომაგდო, ცდილობდა თავაზიანი ყოფილიყო, მაგრამ აშკარად ყალბი იყო. მიმღები, თუმცა ნამდვილად თავაზიანი იყო ყოველთვის. ზურაბმა თავი დაუქნია, ჩაფიქრებული. საინტერესოა. და მენეჯერი? ვერ მოვასწარი მისი ნახვა, უპასუხა ლევანმა. თურმე ის ყოველთვის შეხვედრებზე იყო. ან უფრო სწორად ასე ეუბნებოდნენ კლიენტებს, რომლებსაც არ თვლიდნენ მნიშვნელოვნად, და ამატა ზურაბმა ზიზღის ტონით. კარგი, ფიქრობ, დროა გადავიდეთ ჩვენი გეგმის შემდეგ ფაზაზე. ლევანმა ცნობის მოყვარეობით შეხედა თავის მეგობარს. ზურაბ, დარწმუნებული ხარ, რომ გინდა ეს ბოლომდე მიიყვანო? ვიცი, რომ პრემიუმ მოტორსი იყო ერთ-ერთი შენი ყველაზე მნიშვნელოვანი დისტრიბუტორი წლების განმავლობაში. ზურაბი ადგა და ფანჯარასთან მივიდა, გადმოხედა ქვემოთ გაშლილ ქალაქს. ლევან, როდესაც ამ ინდუსტრიაში დავიწყე, დავპირდი ჩემს თავს, რომ არასოდეს დამავიწყდებოდა, საიდან მოვდივარ. რომ მოვეპყრობოდი ყველა ადამიანს პატივისცემით, მიუხედავად მისი გარეგნობისა ან სოციალური სტატუსისა. პრემიუმ მოტორს დაავიწყდა ეს ძირითადი პრინციპი. ის მოbrუნდა თავისი მეგობრისკენ, მისი სახის გამომეტყველება იყო ნარევი გადაწყვეტილებისა და მწუხარებისა. ზოგჯერ ერთადერთი გზა გაკვეთილის სასწავლებლად არის მკაცრი ხელი. პრემიუმ მოტორსმა უნდა ისწავლოს, რომ პატივისცემა და ემპათია ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გაყიდვები. ლევანმა თავი დაუქნია, გაიგო მეგობრის პოზიცია. რა არის შემდეგი ნაბიჯი? მივცემ მათ უკანასკნელ შანსს, უპასუხა ზურაბმა. ხვალ კვლავ მოინახულებ სალონს. ამჯერად მე გამოყვები. ამასობაში პრემიუმ მოტორსში ვახტანგ მეგრელიშვილი საშინელებით უყურებდა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებს, რომლებიც აჩვენებდნენ, როგორ მოექცნენ ლევან ნოზაძეს. ყოველი ზიზღით სავსე სიტყვა, ყოველი ზიზღით სავსე ჟესტი, ყოველი უპატივცემლობის გამოხატულება ჩაიწერა არა მხოლოდ ლენტზე, არამედ მენეჯერის მეხსიერებაშიც. როდესაც ჩანაწერები დასრულდა, ვახტანგი რამდენიმე წუთის განმავლობაში იჯდა სიჩუმეში, ანალიზებდა, რაც ახლახანს ნახა. ბოლოს მან აიღო ტელეფონი და აკრიფა ნომერი. გიორგი, დავით, დაუყოვნებლივ ჩემს ოფისში, ბრძანა მან ცივი ტონით. როდესაც ორივე გამყიდველი მიემართებოდა შეხვედრაზე, რომელიც უეჭველად უნდა ყოფილიყო მკაცრი საყვედური, თამარი კვლავ ემსახურებოდა თავის პოსტს, კლიენტებს ემსახურებოდა მისთვის დამახასიათებელი თავაზიანობით. მან არ იცოდა, რომ მისი ქმედებები სწორედ ახლა ცვლიდნენ მისი კარიერისა და მთელი კომპანიის მსვლელობას. როდესაც დღე მიწურულს იყო, გაურკვევლობის შეგრძნება ჩამოწვა პრემიუმ მოტორსზე. არავინ იცოდა, რას მოიტანდა ხვალინდელი დღე, მაგრამ ყველა მიგრძნო, რომ ისინი დიდი ცვლილების ზღვარზე იდგნენ. და ასე, როდესაც მზე ჩადიოდა ქალაქზე, ბედისწერის ბორბლები კვლავ ტრიალებდნენ, მიჰყავდათ ყველა ჩართული შეხვედრისკენ, რომელსაც უნდა შეეცვალა მათი ცხოვრება სამუდამოდ. მეორე დილას დღე დაიწყო ნაცრისფერი, ღრუბლიანი ცით, თითქოს ამინდი ასახავდა პრემიუმ მოტორსში გამეფებულ განწყობას. თანამშრომლები ადრე მოვიდნენ, თითოეულს სახეზე შფოთვისა და ცნობის მოყვარეობის ნარევი ეტყობოდა, ელოდნენ, რას მოიტანდა დღე. გიორგი და დავითი, ჩვეულებრივ ყველაზე თავდაჯერებულები და ხმამაღლები ჯგუფში, შემოვიდნენ სიჩუმეში, პირქუში გამომეტყველებით. საყვედური, რომელიც წინა დღეს მიიღეს ვახტანგისგან, მკაცრი იყო და ორივე მიცოდა, რომ თხელყინულზე იდგნენ. თამარი კი მოვიდა დამახასიათებელი ღიმილით, გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შეენარჩუნებინა პოზიტიური დამოკიდებულება, მიუხედავად დაძაბულობისა, რომელიც ჰაერში იგრძნობოდა. ვახტანგმა შეკრიბა მთელი პერსონალი, სანამ კლიენტებისთვის კარს გააღებდნენ. ყურადღებით მომისმინეთ, დაიწყო ის, მისი ხმა სერიოზულობით სავსე. ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ სიტუაციაში.
გჭირდება, რომ თითოეულმა თქვენგანმა ყველაფერი გააკეთოს დღეს. მოეპყარით ყველა კლიენტს ისე, თითქოს ის ვეგა ინდუსტრიის მფლობელი იყოს, გესმით? ყველამ თავი დაუქნია ესმოდათ სიტუაციის სერიოზულობა. კარგი, განაგრძო ვახტანგმა. გავაღოთ კარები და ღმერთმა დაგვიფაროს. პირველი საათები ინციდენტების გარეშე გავიდა. კლიენტები შემოდიოდნენ და გადიოდნენ, ზოგი ყიდულობდა, ზოგი მხოლოდ ათვალიერებდა. გიორგი და დავითი ცდილობდნენ ყველასთან კეთილები ყოფილიყვნენ, იმათთანაც კი, ვინც აშკარად ვერ შეძლებდა ფუფუნების ავტომობილების შეძენას. დაახლოებით შუადღისას სალონის კარები კვლავ გაიღო. შიგნით შემოვიდა ორი მამაკაცი, ერთი იყო ლევან ნოზაძე, ჩაცმული ყოველდღიური, მაგრამ ელეგანტური ტანსაცმლით, ხოლო მეორე დაახლოებით 60 წლის მამაკაცი, ჟაღარათმით და დისტანცირებული პოზით. თამარმა ისინი მაშინვე იცნო. ბატონო ნოზაძე, კვლავ გვესტუმრეთ, მიესალმა ის თბილი ღიმილით. შემდეგ უფროს მამაკაცს მიმართა და დაამატა, დილა მშვიდობისა ბატონო. მოგესალმებით პრემიუმ მოტორსში. რაში შემიძლია დაგეხმაროთ? უფროსმა მამაკაცმა ღიმილით უპასუხა. დილა მშვიდობისა ქალბატონო. მე მქვია ზურაბ კახიანი. მინდა მენეჯერთან საუბარი. ამ სახელის გაგონებაზე თამარმა იგრძნო როგორ აუჩქარდა გული. ზურაბ კახიანი, ვეგა ინდუსტრიის მფლობელი, მის წინ იდგა. ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა, უპასუხა, რა თქმა უნდა, ბატონო კახიანი. ნება მომეცით შევამოწმო, ხელმისაწვდომია თუ არა ბატონი მეგრელიშვილი. როდესაც თამარი გაეშურა ვახტანგის ოფისისკენ, გიორგი და დავითი, რომლებიც სცენას შორიდან აკვირდებოდნენ, გაცვალეს მზერა, სავსე გაკვირვებითა და შიშით. ეს არის, დაიწყო დავითმა. დიახ, დაადასტურა გიორგიმ, მისი ხმა ძლივს ისმოდა. ჩვენ პრობლემებში ვართ. ვახტანგ მეგრელიშვილი თავისი ოფისიდან ქარიშხალივით გამოვარდა, როცა გაიგო, ვინ იყო სალონში. მძიმედ მფეთქავი გულით მიუახლოვდა ორივე მამაკაცს. ბატონო კახიანი, ბატონო ნოზაძე, მიესალმა მათ, ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. პატივია თქვენი აქ ყოფნა. გთხოვთ, გადავიდეთ ჩემს ოფისში. როდესაც სამი მამაკაცი ოფისისკენ მიემართებოდა, ვახტანგმა თამარს ანიშნა, რომ მათ გაჰყოლოდა. როდესაც ოფისის კარი მათ უკან დაიხურა, სიჩუმე თითქმის ხელშესახები გახდა. ზურაბ კახიანმა პირველმა დაიწყო საუბარი. ბატონო მეგრელიშვილი, ვარაუდობ, იცით რატომ ვართ აქ. ვახტანგმა თავი დაუქნია, მისი სახე უფრო ფერმკრთალი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ. ბატონო კახიანი, გარწმუნებთ, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო, შეგვიძლია ეს გამოვასწოროთ. პრემიუმ მოტორსი ერთგული პარტნიორი იყო წლების განმავლობაში. ზურაბმა ხელი ასწია და შეაწყვეტინა, ბატონო მეგრელიშვილი, ერთგულება მნიშვნელოვანია, დიახ. მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ვეპყრობით ადამიანებს. ჩემმა მეგობარმა ლევანმა საკუთარი თვალებით იხილა, როგორ ეპყრობა თქვენი სალონი კლიენტებს, რომლებიც არ გამოიყურებიან შესაბამისად. ლევანმა გადაიბარა სიტყვა. უნდა ვაღიარო, ბატონო მეგრელიშვილი, რომ იმედგაცრუებული ვარ. ორჯერ მოვედი აქ, გთხოვდით თქვენთან საუბარს და ყოველჯერზე თქვენმა გამყიდველებმა ზიზღით მომეპყრნენ. ვახტანგი ჩაეშვა თავის სავარძელში, დამარცხებული. ვიცი და ვერ გამოვხატავ, როგორ ვწუხვარ. ვნახე ჩანაწერები და... ჩანაწერები, შეაწყვეტინა ზურაბმა, წარბი აწეული ჰქონდა, დიახ, უპასუხა ვახტანგმა. გვაქვს უსაფრთხოების კამერები მთელ სალონში. როდესაც შევიტყვი ინციდენტის შესახებ, გადავხედე ჩანაწერებს და... კი, დამთრგუნველი იყო იმის ნახვა, როგორ მოეპყრნენ ჩემი თანამშრომლები ბატონ ნოზაძეს. ზურაბმა და ლევანმა გაცვალეს მზერები. ეს იყო რაღაც, რასაც ისინი არ ვარაუდობდნენ. ბატონო მეგრელიშვილი, თქვა ზურაბმა, მისი ტონი ოდნავ შერბილებული, შეგვიძლია ვნახოთ ეს ჩანაწერები. შემდეგი საათის განმავლობაში ოთხეულმა უყურა ლევანის ინტერაქციებს პრემიუმ მოტორსის პერსონალთან. ზურაბმა და ლევანმა შენიშნეს, როგორ ეპყრობოდნენ გიორგი და დავითი ლევანს სიზღით, მაგრამ ასევე შენიშნეს რაღაც მეტი, თამარის მუდმივი თავაზიანობა. როდესაც ჩანაწერები დასრულდა, ზურაბმა თამარს მიმართა. ქალბატონი გიორგაძე, ხომ ასეა? თამარმა თავი დაუქნია ნერვიულად. დიახ, ბატონო. უნდა მოგილოცოთ, განაგრძო ზურაბმა. თქვენი ქცევა ბატონ ნოზაძესთან მიმართებაში სანიმუშო იყო ყოველჯერზე. გამამხნევებელია ნახვა ვინმესი, ვინც ესმის პატივისცემისა და ემპათიის მნიშვნელობა ბიზნესში. თამარი გაწითლდა კომპლიმენტზე. გმადლობთ, ბატონო კახიანი.
უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ. ზურაბმა გაიღიმა. და თქვენ აკეთებთ მას განსაკუთრებულად კარგად, შემდეგ ვახტანგს მიუბრუნდა. ბატონო მეგრელიშვილი, ფიქრობ, ბევრი გვაქვს სასაუბრო ჩვენი თანამშრომლობის მომავალზე. ვახტანგმა თავი დაუქნია, ემზადებოდა უარესისთვის. თუმცა ზურაბის შემდეგმა სიტყვებმა გააკვირვა. არ უარყოფ, რომ ვიყავი ახლოს პრემიუმ მოტორსთან ყველა კავშირის გაწყვეტასთან, თქვა ზურაბმა. მაგრამ ამ ჩანაწერების ნახვისა და ქალბატონ გიორგაძესთან გაცნობის შემდეგ ვფიქრობ, რომ შესაძლოა კიდევ არის იმედი თქვენი სალონისთვის. ლევანმა ჩაურთო. ზურაბ, დარწმუნებული ხარ? ყველაფრის შემდეგ რაც ვნახეთ. ზურაბმა თავი დაუქნია, დარწმუნებული ვარ, ძველო მეგობარო. ვფიქრობ, რომ შესაბამისი ცვლილებებით პრემიუმ მოტორს შეუძლია გახდეს კლიენტების მომსახურების სრულყოფილების მაგალითი. ის მიუბრუნდა ვახტანგს. ბატონო მეგრელიშვილი, მზად ვარ პრემიუმ მოტორს მივცე უკანასკნელი შანსი, მაგრამ გარკვეული პირობებით. ვახტანგმა შვებით, მაგრამ სიფრთხილით იკითხა, რა პირობები ბატონო კახიანი? პირველ რიგში დაიწყო ზურაბმა, მინდა რომ დაინერგოს კლიენტების მომსახურების სასწავლო პროგრამა ყველა თანამშრომლისთვის. მეორე, ორი გამყიდველი, რომლებიც ცუდად მოექცნენ ბატონ ნოზაძეს, უნდა დაისაჯონ შესაბამისად. და მესამეა. შეჩერდა, თამარს შეხედა, მინდა რომ ქალბატონმა გიორგაძემ უხელმძღვანელოს ამ სასწავლო პროგრამას და დაწინაურდეს პოზიციაზე, სადაც მას ექნება უფრო დიდი გავლენა კომპანიის კულტურაზე. თამარმა გაკვირვებით გააფართოვა თვალები, ხოლო ვახტანგი ენერგიულად ქნევდა თავს. რა თქმა უნდა, ბატონო კახიანი. გავაკეთებ ყველაფერს, რასაც მეთქვით. ზურაბმა გაიღიმა. შესანიშნავი. ლევანი და მე დაკვირვებით დავაკვირდებით პრემიუმ მოტორსის პროგრესს მომავალ თვეებში. გთხოვთ, არ გვიმტყუნოთ. როდესაც ზურაბი და ლევანი ემზადებოდნენ წასასვლელად, თამარმა გაბედა და ისაუბრა. ბატონო კახიანი, ბატონო ნოზაძე. გმადლობთ ამ შანსისთვის. გპირდებით, რომ არ გიმტყუნებთ. ლევანმა თბილად გაუღიმა. დარწმუნებული ვარ, რომ არ გიმტყუნებთ, ქალბატონო გიორგაძე. თქვენ გაქვთ ბუნებრივი ნიჭი ამისთვის. როდესაც ორივე მამაკაცმა დატოვა სალონი, ვახტანგი ჩავარდა თავის სავარძელში, ამოისუნთქა გრძელი შვებით. შემდეგ შეხედა თამარს მადლიერებისა და პატივისცემის ნარევით. კარგი, ქალბატონო გიორგაძე, როგორც ჩანს, ბევრი სამუშაო გვაქვს წინ. მზად ხართ ამ გამოწვევისთვის. თამარმა თავი დაუქნია გადაწყვეტილების სიმტკიცით თვალებში. უფრო მეტად ვიდრე ოდესმე, ბატონო მეგრელიშვილი. გონია, რომ ეს არის რაღაც დიდის დასაწყისი პრემიუმ მოტორსისთვის. და ასე, როდესაც ამბავი გავრცელდა სალონში, გამოიწვია შოკის, შვებისა და აღფრთოვანების ნარევი თანამშრომლებს შორის, არავის შეეძლო წარმოედგინა, რამდენად ღრმად შეცვლიდა ეს დღე არა მხოლოდ პრემიუმ მოტორს, არამედ ყველა ჩართული ადამიანის ცხოვრებას. ქარიშხალი გადაიარა, მაგრამ მისი ტალღები მხოლოდ ახლა იწყებდნენ გავრცელებას. ზურაბ კახიანისა და ლევან ნოზაძის ვიზიტის შემდეგი კვირები იყო აქტივობის მბრუნავი პრემიუმ მოტორსში. სალონმა დაიწყო რადიკალური ტრანსფორმაციის პროცესი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ახლახან დაწინაურებული თამარ გიორგაძე. პირველი დიდი ცვლილება იყო გიორგისა და დავითის დასჯა. ვახტანგ მეგრელიშვილმა, ზურაბის მითითებების შესაბამისად, ისინი ანაზღაურების გარეშე 2 კვირით დააჯარიმა და 6 თვიან გამოსაცდელ ვადაზე განათავსა. დამატებით, მათ აცნობეს, რომ პირველები გაივლიდნენ ახალ სასწავლო პროგრამას კლიენტების მომსახურებაში. თამარი კი ენთუზიაზმითა და გადაწყვეტილებით ჩაერთო თავის ახალ როლში. ის ატარებდა გრძელ საათებს, იკვლევდა საუკეთესო პრაქტიკას კლიენტების მომსახურებაში, ქმნიდა სასწავლო მოდულებს და ემზადებოდა კულტურული ცვლილების სათავეში ყოფნისთვის პრემიუმ მოტორსში. ერთ დილას, როდესაც თამარი მუშაობდა თავის ახალ ოფისში, პატარა ოთახში, რომელიც ადრესაწყობად გამოიყენებოდა, ვახტანგი შევიდა მის ოფისში შეშფოთებული გამომეტყველებით. თამარ, დაიწყო, მან მჭირდება შენი აზრი რაღაცის შესახებ. თამარმა კომპიუტერიდან აიღო მზერა. რა თქმა უნდა, ბატონო მეგრელიშვილი. რა მოხდა? ვახტანგი დაჯდა მის წინ, ღრმად ამოისუნთქა. საქმე გიორგისა და დავითის შესახებაა. მათი დაჯარიმების პერიოდი ხვალ სრულდება და გულწრფელად დარწმუნებული არ ვარ, უნდა მივცეთ თუ არა მათ უკან დაბრუნების უფლება. თამარმა შუბლი შეჭმუხნა, ჩაფიქრებული. მესმის თქვენი შეშფოთება, ბატონო მეგრელიშვილი. მაგრამ ვფიქრობ, რომ მათი გათავისუფლება შეცდომა იქნებოდა. რატომ ფიქრობ ასე? იკითხა ვახტანგმა, გაკვირვებულმა.
იმიტომ ახსნა თამარმა, რომ თუ გავათავისუფლებთ მათ, ვაგზავნით შეტყობინებას, რომ არ გვჯერა ადამიანების შეცვლისა და გაუმჯობესების უნარი. და ეს არის ზუსტად საწინააღმდეგო იმისა, რისი მიღწევაც გვსურს ჩვენი ახალი მიდგომით. ვახტანგმა ნელა დაუქნია თავი, ფიქრობდა მის სიტყვებზე. თამარმა განაგრძო, გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ გიორგი და დავითი შეიძლება იყვნენ ჩვენი უდიდესი წარმატებები, თუ შევძლებთ მათი დამოუკიდებულების შეცვლას. წარმოიდგინეთ, რა გავლენა ექნება გუნდის დანარჩენ წევრებზე, თუ დაინახავენ, როგორ იქცევიან ყოფილი ცუდი ბიჭები კლიენტების მომსახურების მაგალითებად. მსუბუქი ღიმილი გამოჩნდა ვახტანგის სახეზე. მართალი ხარ, თამარ. როგორც ყოველთვის. კარგი, მივცემთ მათ კიდევ ერთ შანსს. მაგრამ ისინი იქნებიან შენი პირდაპირი ზედამხედველობის ქვეშ სასწავლო პროგრამის განმავლობაში. თამარმა თავი დაუქნია, მიიღო გამოწვევა. არ გიმტყუნებთ, ბატონო მეგრელიშვილი. მეორე დღეს გიორგი და დავითი დაბრუნდნენ პრემიუმ მოტორსში. ატმოსფერო დაძაბული იყო, როდესაც ისინი შემოდიოდნენ და მათი კოლეგები აკვირდებოდნენ მათ ცნობის მოყვარეობისა და თავშეკავების ნარევით. თამარმა მათ შესასვლელთან მიესალმა. დილა მშვიდობისა, გიორგი, დავით, მიესალმა მათ პროფესიონალური ღიმილით. კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება. გთხოვთ, გამომყევით საკონფერენციო დარბაზში. საკონფერენციო დარბაზში შესვლის შემდეგ თამარმა აუხსნა ახალი სასწავლო პროგრამა და მათ მიმართ მოლოდინები. მისი გასაკვირად ორივე მამაკაცი ყურადღებით უსმენდა ჩვეული თავხედობის გარეშე. ქალბატონო გიორგაძე, თქვა გიორგიმ, როდესაც თამარმა დაასრულა თავისი პრეზენტაცია, ვიცით რომ ვიყავით რთული თანამშრომლები წარსულში. მაგრამ გვინდა რომ იცოდეთ, რომ გადაწყვეტილები ვართ შევიცვალოთ. დავითმა თავი დაუქნია დამატებით, ამ ორმა კვირამ ბევრი დრო მოგცა დასაფიქრებლად. ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ქცევა იყო არაპროფესიონალური და საფრთხის ქვეშ დააყენა ყველას მომავალი პრემიუმ მოტორსში. თამარმა შეხედა მათ, ეძებდა სიყალბის ნიშნებს, მაგრამ შენიშნა მხოლოდ ნამდვილი დანაშაულის გრძნობა მათ თვალებში. ვაფასებთ თქვენს გულწრფელობას, უპასუხა. ეს პროცესი არ იქნება ადვილი, მაგრამ თუ მართლა გადაწყვეტილები ხართ, მჯერა რომ შეგვიძლია მივაღწიოთ დიდ საქმეებს ერთად. კვირების გასვლასთან ერთად, ცვლილებები პრემიუმ მოტორსში სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. თამარის სასწავლო პროგრამა შედეგს იძლეოდა და თანამშრომლები იწყებდნენ უფრო ემპათიური და პატივისცემით სავსე მიდგომის მიღებას ყველა კლიენტის მიმართ. გიორგი და დავითი, ბევრის გასაკვირად, გახდნენ ყველაზე ჩართული მოსწავლეები. მათი ბუნებრივი კონკურენტუნარიანობა უბიძგებდა მათ გამორჩეულიყვნენ ახალ უნარებში, რომლებსაც ისინი იძენდნენ. ერთ დღეს, როდესაც თამარი აკვირდებოდა გიორგის, როგორ ესაუბრებოდა მოკრძალებული გარეგნობის კლიენტს, მან ვერ შეიკავა ღიმილი. გამყიდველი ავლენდა იმავე ენთუზიაზმსა და პატივისცემას, როგორც მდიდარ ბიზნესმენთან საუბრისას. შთამბეჭ დავია, არა, გაისმა ხმამის უკან. თამარი მობრუნდა და დაინახა ლევან ნოზაძე, რომელიც შემოვიდა სალონში, შეუმჩნეველი ყველასთვის. ბატონო ნოზაძე, მიესალმა თამარი, გაკვირვებული. არ ვიცოდი, რომ დღეს მოხვიდოდით. ლევანმა გაიღიმა. სურაბი და მე ყურადღებით ვაკვირდებით პრემიუმ მოტორსის პროგრესს. უნდა ვთქვა, ქალბატონო გიორგაძე, რომ ძალიან კმაყოფილები ვართ დანერგილი ცვლილებებით. თამარი გაწითლდა კომპლიმენტზე. გმადლობთ, ბატონო ნოზაძე. ყველა ბეჯითად მუშაობდა. ეს აშკარაა, უპასუხა ლევანმა. სინამდვილეში სურაბი განიხილავს პრემიუმ მოტორსის, როგორც მოდელის გამოყენებას სხვა სალონებში მსგავსი ცვლილებების დასანერგად. თამარის თვალები აინთო ამ ამბავზე. ეს შესანიშნავი იქნებოდა, ბატონო ნოზაძე. მტკიცედ მჯერა, რომ ასეთი მიდგომა არა მხოლოდ მორალურად სწორია, არამედ ბიზნეს სარგებელსაც მოაქვს. ლევანმა თავი დაუქნია, უყურებდა თამარს აღფრთოვანებისა და რაღაც მეტის ნარევით, რისი იდენტიფიცირებაც მას არ შეეძლო. ვეთანხმები. და ბიზნესზე საუბრისას ისურვებდით ჩემთან ერთად ვახშამს დღეს საღამოს, რომ განვიხილოთ ზოგიერთი იდეა ამ პროგრამის გაფართოების შესახებ. თამარი გაკვირვებული იყო მიწვევით, მაგრამ სანამ მოასწრებდა გააზრებას, თავი დაუქნია. სიამოვნებით, ბატონო ნოზაძე. შესანიშნავი, გაიღიმა ლევანმა. და გთხოვთ, მიმართეთ მე ლევანი. როდესაც ლევანი ემშვიდობებოდა და ტოვებდა სალონს, თამარმა ვერ შეიკავა თავი აღფრთოვანებისა და ნერვიულობის ნარევისგან. არა მხოლოდ პროგრამის გაფართოების განხილვის შესაძლებლობის გამო, არამედ ლევან ნოზაძესთან პირისპირ დროის გატარების პერსპექტივის გამოც.
რასაც თამარი არ იცოდა, ეს ვახშამი უნდა ყოფილიყო მისი ცხოვრების ახალი ფაზის დასაწყისი, სავსე შესაძლებლობებითა და გამოწვევებით, რომლებიც მას არასოდეს შეეძლო წარმოედგინა. ამ დროს თავის ოფისში ვახტანგ მეგრელიშვილი ათვალიერებდა ბოლო გაყიდვების ანგარიშებს კმაყოფილების ღიმილით სახეზე. ციფრები არ ტყუოდნენ, ახალი მიდგომა შედეგს იძლეოდა. გაყიდვები გაიზარდა, კლიენტების უკავშირი სულ უფრო დადებითი ხდებოდა და ატმოსფერო სალონში უკეთესი იყო, ვიდრე ოდესმე. თუმცა მისი პატარა ნაწილი ვერ წყვეტდა წუხილს. რა მოხდებოდა, თუ ვეგა ინდასტრი გადაწყვეტდა თამარის წაყვანას, რომ დაენერგა ეს პროგრამა სხვა სალონებში? შეძლებდა თუ არა პრემიუმ მოტორსი ამ წარმატების შენარჩუნებას მის გარეშე? ვახტანგმა თავი გააქნია, ცდილობდა ამ ნეგატიური ფიქრებისგან თავის დაღწევას. ჯერჯერობით ის ფოკუსირდება მიმდინარე წარმატებაზე და თამარის მხარდაჭერაზე ყველა შესაძლო გზით. მომავალი, ყველა თავისი გამოწვევითა და შესაძლებლობით, მოვა როცა მოვა. და ასე როცა მზე ჩადიოდა კიდევ ერთი წარმატებული დღის ზემოთ პრემიუმ მოტორსში, არავის შეეძლო ეწინასწარმეტყველა, რა მობრუნებებსა და მოულოდნელობებს მოიტანდა ბედი მომავალ დღეებში. ღამე ჩამოცვა ქალაქზე, როდესაც თამარი მიაღწია რესტორანს, სადაც შეხვედრაზე შეთანხმდა ლევანთან. ეს იყო ელეგანტური, მაგრამ მყუდრო ადგილი, მიბნელებული განათებით და საუბრების ჩუმიშრიალით ფონზე. ლევანი უკვე იქ იყო, ელოდებოდა მას ცალკე მაგიდასთან. ის ადგა, რომ მიესალმებინა თბილი ღიმილით. თამარ, მიხარია, რომ შეძელი მოსვლა. გმადლობთ მიწვევისთვის, ლევან უპასუხა, გრძნობდა მსუბუქ ნერვიულობას, მაგრამ აღფრთოვანებასაც. როდესაც დასხდნენ და შეკვეთები გააკეთეს, ლევანი მაშინვე გადავიდა თემაზე. თამარ, ვესაუბრე ზურაბს პროგრამის წარმატებაზე, რომელიც დაენერგა პრემიუმ მოტორსში. ჩვენ ძალიან შთაბეჭდილები ვართ და ვფიქრობთ, რომ მას შეიძლება ჰქონდეს კიდევ უფრო დიდი გავლენა, თუ გავაფართოვებთ. თამარმა თავი დაუქნია დაინტერესებული. რას გულისხმობთ? გვინდა დავნერგოთ შენი სასწავლო პროგრამა ჩვენს ყველა სალონში ეროვნულ დონეზე, ახსნა ლევანმა. და გვსურს, რომ შენ უხელმძღვანელო ამ წამოწყებას? თამარი თითქმის დაიხრჩო წყლით. ნე. მაგრამ. როგორ? ლევანმა გაიღიმა მის გაკვირვებაზე. შენ იქნებოდი პასუხისმგებელი სტანდარტული სასწავლო პროგრამის შემუშავებაზე, დაფუძნებული იმაზე, რაც გააკეთე პრემიუმ მოტორსში. შენ იმოგზაურებდი ქვეყანაში და ატრენინგებდი მენეჯერებსა და მთავარ თანამშრომლებს ყველა სალონში. არსებითად შენ იქნებოდი ჩვენი კლიენტების მომსახურების ელჩი. თამარის გონება ტრიალებდა. ეს იყო უჩვეულო შესაძლებლობა, რაზეც შეიძლება მხოლოდ ოცნებობდა რამდენიმე კვირის წინ. მაგრამ ეს ასევე ნიშნავდა პრემიუმ მოტორსის დატოვებას, ადგილის, სადაც ყველაფერი დაიწყო. ეს ძალიან გულუხვი შემოთავაზებაა, თქვა მან ბოლოს. მაგრამ მჭირდება დრო, რომ გავიაზრო. პრემიუმ მოტორსი იყო ჩემი სახლი და დარწმუნებული არ ვარ, შემიძლია თუ არა უბრალოდ წასვლა. ლევანმა თავი დაუქნია გაგებით. რა თქმა უნდა მესმის. აიღე იმდენი დრო, რამდენიც გჭირდება. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რაც უნდა იცოდე. თამარმა შეხედა მას, მოლოდინით. ზურაბი და მე ვფიქრობთ პრემიუმ მოტორსის შეძენის შესაძლებლობაზე, გაამჟღავნა ლევანმა. თუ ეს მოხდება, შეგეძლება დარჩე იქ ბაზად, სანამ იმოგზაურებდი პროგრამის დასანერგად სხვა სალონებში. ამ ამბავმა თამარი სიტყვის გარეშე დატოვა. ეს ბევრი იყო გასააზრებლად. ვახშმის დანარჩენი ნაწილი გავიდა ბიზნესისა და პირადი საუბრების ნარევში. თამარმა გაკვირვებით აღმოაჩინა, რომ ლევანის საზოგადოებით უფრო მეტად ხარობდა, ვიდრე ელოდა. მასში იყო სითბო და გულწრფელობა, რომლებიც კონტრასტს ქმნიდნენ მის წარმატებული ბიზნესმენის იმიჯთან. როდესაც ღამე დასრულდა და ლევანმა გააცილა ის მანქანამდე, თამარს ჰქონდა შერეული გრძნობები. არა მხოლოდ პროგრამის გაფართოების შესაძლებლობის გამო, არამედ ლევანთან მზარდი კავშირის გამოც, რომლის იგნორირებაც არ შეეძლო. გმადლობთ ამ საღამოსთვის, ლევან, თქვა მან, როდესაც მიაღწიეს მის მანქანას. ბევრი რამ მომეცით გასააზრებლად. ლევანმა გაიღიმა, მისი თვალები ბრწყინავდა ავტოსადგომის მკრთალ შუქზე. ეს სიამოვნება იყო, თამარ. ველოდები შენს პასუხს, როგორიც არ უნდა იყოს ის. და იმედი მაქვს, რომ შევძლებთ ამის გამეორებას, მიუხედავად შენი პროფესიული გადაწყვეტილებისა. თამარმა იგრძნო პეპლები მუცელში მისი სიტყვების გამო. მეც მინდოდა ამის გაკეთება, უპასუხა მორიდებული ღიმილით. სახლში მგზავრობისას თამარს არ შეეძლო მომხდარის შესახებ ფიქრის შეწყვეტა.
სამსახურის შეთავაზება, პრემიუმ მოტორსის შეძენის შესაძლებლობა და მისი მზარდი გრძნობები ლევანის მიმართ. იცოდა, რომ მას წინ ჰქონდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებსაც შეეძლოთ მისი ცხოვრების მსვლელობის შეცვლა. მეორე დღეს, პრემიუმ მოტორსში, თამარი გაფანტული იყო, მისი ფიქრები კვლავ ტრიალებდნენ წინა ღამის მოვლენების გარშემო. ის იმდენად გართული იყო თავისი მოსაზრებებით, რომ ვერ შენიშნა, როდესაც გიორგი მიუახლოვდა. თამარ, ყველაფერი რიგზეა? კითხა გიორგიმ, ამოიყვანა ის ფიქრებიდან. თამარმა დაამტკნარა, დაბრუნდა რეალობაში. ოჰ, გიორგი. დიახ, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ. ბევრი მაქვს გასააზრებელი. გიორგიმ შეშფოთებით შეხედა მას. გინდა ამაზე საუბარი? ვიცი, რომ ყოველთვის ყველაზე კეთილი არ ყოფილვარ, მაგრამ შენ ბევრი გააკეთე ჩვენ ყველასთვის. თუ შემიძლია როგორმე დაგეხმაროს. თამარი გაკვირვებული იყო მისი შეთავაზებით. ეს იყო მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად შეიცვალა ყველაფერი პრემიუმ მოტორსში. გმადლობთ, გიორგი. ნამდვილად ვაფასებ ამას. საქმე ისაა, რომ შეიძლება მქონდეს შესაძლებლობა რაღაც უფრო დიდის გაკეთების, მაგრამ ეს ნიშნავს პრემიუმ მოტორსის დატოვებას სულ მცირე ნაწილობრივ. გიორგიმ თავი დაუქნია გაგებით. მესმის. ეს რთული გადაწყვეტილებაა. მაგრამ თამარ, თუ ვინმე იმსახურებს ასეთ შანსს, ეს შენ ხარ. შენ შეცვალე ეს ადგილი, შეცვალე ჩვენ ყველა. იქნებ დროა, რომ ეს ცვლილებები უფრო დიდ მასშტაბში გადაიტანო. გიორგის სიტყვებმა ღრმად შეეხო თამარს. გმადლობთ, გიორგი. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის, განსაკუთრებით შენგან. როდესაც გიორგი წავიდა, თამარმა გააცნობიერა, რომ მიიღო თავისი გადაწყვეტილება. დადგა დრო, რომ გაეკეთებინა შემდეგი ნაბიჯი, რომ გადაეტანა თავისი ცვლილებისა და პატივისცემის მისია უფრო მაღალ დონეზე. იმ საღამოს ვახტანგ მეგრელიშვილთან საუბრისა და იმის დარწმუნების შემდეგ, რომ პრემიუმ მოტორსი კარგ ხელებში იქნებოდა, თამარმა დარეკა ლევანთან. მივიღე გადაწყვეტილება, თქვა მან, როდესაც ლევანმა უპასუხა. ვიღებ შეთავაზებას. მან შეძლო გაეგონა ღიმილი ლევანის ხმაში, როდესაც პასუხობდა, შესანიშნავია, თამარ. არ ინანებ ამას. რა სიტყვი ხვალ შეხვედრაზე, რომ განვიხილოთ დეტალები. ჟღერს შესანიშნავად უპასუხა თამარმა, გრძნობდა აღფრთოვანებისა და ნერვიულობის ნარევს იმაზე ფიქრისას, რაც მოდიოდა. საუბრის დასრულების შემდეგ თამარი გაჰყურებდა ფანჯრიდან განათებულ ქალაქს. გააცნობიერა, რომ დგას თავისი ცხოვრების ახალი თავის ზღურბლზე, სავსე დაპირებებითა და გამოწვევებით. და მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა, რას მოიტანდა მომავალი, ის მზად იყო შეხვედროდა მას იმავე გადაწყვეტილებითა და ემპათიით, რასაც ავლენდა პრემიუმ მოტორსში. რასაც თამარი არ იცოდა, ეს ის იყო, რომ მისი გადაწყვეტილება გამოიწვევდა მოვლენების სერიას, რომლებიც არა მხოლოდ შეცვლიდნენ მის ცხოვრებასა და მის გარშემო ადამიანების ცხოვრებას, არამედ ასევე ექნებოდა თხანგრძლივი გავლენა მთელ ავტომობილების ინდუსტრიაზე. მოგზაურობა, რომელიც მას წინ ჰქონდა, იყო უფრო აღმაფრთოვანებელი, გამომწვევი და დამაკმაყოფილებელი, ვიდრე შეეძლო წარმოედგინა. და ასე, როდესაც ღამე ვითარდებოდა, თამარი ემზადებოდა უცნობში გადასახტომად, მზად იყო შეხვედროდა ნებისმიერ გამოწვევას, რომელსაც ბედისწერა შეიძლება მოიტანდა მის გზაზე. ცვლილებები, რომლებიც მან დაიწყო პრემიუმ მოტორსში, მხოლოდ დასაწყისი იყო რაღაც გაცილებით დიდის. მომდევნო თვეები თამარისთვის იყო აქტივობის მბრუნავი წრე. მისმა ახალმა როლმა, როგორც ვეგა ინდასტრის კლიენტთა მომსახურების ელჩმა, წაიყვანა ის მოგზაურობაში მთელ ქვეყანაში, სტუმრობდა სალონებს და უზიარებდა თავის ხედვას უფრო ჰუმანური და პატივისცემით სავსე მიდგომის შესახებ ავტომობილების ბიზნესში. თავიდან ის აწყდებოდა წინააღმდეგობას ზოგიერთ სალონში. ვეტერანი გამყიდველები და სკეპტიკოსი მენეჯერები ეჭქვეშ აყენებდნენ დამტკიცებული მეთოდების შეცვლის საჭიროებას. თუმცა თამარის გადაწყვეტილება და ემპათია პრემიუმ მოტორსის ხელშესახებ შედეგებთან ერთად, რომელთა ჩვენებაც შეეძლო, თანდათანობით შედეგს იძლეოდა. ერთ საღამოს, თავისი პროგრამის პრეზენტაციისას თბილისის სალონში, თამარი დადგა განსაკუთრებით სკეპტიკური ჯგუფის წინაშე. განყოფილების მენეჯერი, კაცი სახელად ირაკლი კანდელაკი უყურებდა მას ძლივს დაფარული სიზღით. ქალბატონო გიორგაძე, შეაწყვეტინა ირაკლი მისი პრეზენტაციის დროს, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჟღერს, მაგრამ ჩვენ ყვიდით მანქანებს და არა ვეხუტებით ერთმანეთს. როგორ აპირებთ ჩვენი გაყიდვების შედეგების შენარჩუნებას, თუ მთელ დღეს დავხარჯავთ იმაზე, რომ კეთილები ვიღოთ ადამიანებთან, რომლებსაც არ შეუძლიათ ჩვენი მანქანების შეძენა? თამარმა ღრმად ჩაისუნთქა, გაიხსენა თავისი პირველი დღეები პრემიუმ მოტორსში. ბატონო კანდელაკი, მესმის თქვენი შეშფოთება.
მაგრამ ნება მომეცით და გისვათ ერთი კითხვა, რამდენი გაყიდვა დაკარგეთ, რადგან პოტენციური კლიენტი ზიზღით მოექცა მისი გარეგნობის გამო. ირაკლიმ შუბლი შეჭმუხნა, აშკარად შეშფოთებული. თამარმა განაგრძო, პრემიუმ მოტორსში ჩვენ გავზარდეთ გაყიდვები 30, ით პირველი 6 თვის განმავლობაში ამ პროგრამის დანერგვის შემდეგ. და არა მხოლოდ ეს, ჩვენი კლიენტების კმაყოფილების მაჩვენებლები გაიზარდა, რამაც მოიზიდა მეტი რეკომენდაცია და დაბრუნებული კლიენტები. ის მიუახლოვდა ირაკლის, შეხედა მას პირდაპირ თვალებში. ეს პროგრამა არ არის მხოლოდ კეთილი ყოფნის შესახებ. საქმე ეხება ხანგრძლივი ურთიერთობების შენებას კლიენტებთან, რეპუტაციის შექმნას, რომელიც მოიზიდავს მეტ ადამიანს თქვენს სალონში. საქმე ეხება იმას, რომ ყველა ადამიანს, ვინც ამ კარებს გადმოაბიჯებს, მოეპყრათ როგორც ადამიანს და არა უბრალოდ საფულეს. სიჩუმე, რომელიც ჩამოვარდა, გაწყვიტა ერთ-ერთმა ახალგაზრდა გამყიდველმა. ნე, ვფიქრობ, რომ მართალი ხართ, თქვა მან მორიდებით. ერთი კვირის წინ აქ შემოვიდა კაცი ძველი ტანსაცმლით და ყველამ ვიგნორე მას. აღმოჩნდა, რომ ეს ადგილობრივი მეწარმე იყო, რომელიც ეძებდა მანქანების ფლოტს თავისი კომპანიისთვის. ჩვენ ისე უზრდელები ვიყავით, რომ ის კონკურენციასთან წავიდა. ირაკლი გაფითრდა ამ გამჟღავნების მოსმენაზე. თამარმა გამოიყენა ეს მომენტი. ბატონებო, გთხოვთ, მომეცით შანსი. დავნერგოთ ეს პროგრამა 3 თვის განმავლობაში. თუ არ დაინახავთ დადებით შედეგებს, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ ძველ მეთოდებს. რა სიტყვით? ნელას სახეები დარბაზში იწყებდნენ მიღების ნიშნების ჩვენებას. თვით ირაკლიმაც კი, თუმცა კვლავ არ სურდა ნელა დაუქნია თავი. კარგი, ქალბატონო გიორგაძე. ვცდით თქვენს გზას. იმ საღამოს დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი, თამარმა დარეკა ლევანთან, რომ ანგარიში ჩაებარებინა პროგრესის შესახებ. ეს ფანტასტიკურია, თამარ, შესწახა ლევანმა მას შემდეგ, რაც მოისმინა მისი წარმატება თბილისში. ვიცოდი, რომ შეძლებდი. შენ ცვლი ინდუსტრიას, ერთი სალონი მეორის შემდეგ. თამარმა გაიგიმა, გრძნობდა სითბოს გულში ლევანის ენთუზიაზმზე. გმადლობთ, რომ ჩემში ირწმუნეთ, ლევან. თქვენი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდი ამის გაკეთებას. ხაზზე ჩამოვარდა სიჩუმის წამი, სანამ ლევანი კვლავ ალაპარაკდებოდა, მისი ხმა უფრო რბილი. თამარ, ვფიქრობდი ჩვენს შეწყვეტილ ვახშამზე. რა სიტყვი, როდესაც დაბრუნდები ქალაქში, კიდევ ერთხელ შევხვდეთ? მაქვს რაღაც მნიშვნელოვანი, რაზეც მინდა გესაუბრო. თამარის გული უფრო სწრაფად დაიწყო ცემა. დიდი სიამოვნებით, ლევან. დაუბრუნდები მომავალ უქმეებზე. საუბრის დასრულების შემდეგ თამარი იყურებოდა თავისი სასტუმროს ოთახის ფანჯრიდან, აკვირდებოდა ქალაქის შუქებს. ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენი რამ შეიცვალა მის ცხოვრებაში ასე მოკლე დროში. მიმღებიდან ცვლილების მოძრაობის ლიდერამდე მთელ ინდუსტრიაში. და ახლა ეს მზარდი კავშირი ლევანთან. მისი ფიქრები შეწყვიტა ტელეფონის ხმამ. ეს იყო შეტყობინება გიორგისგან. თამარ, არ დაიჯერებ. პრემიუმ მოტორსმა მოიგო ჯილდო საუკეთესო კლიენტთა მომსახურებისთვის ავტომობილების ინდუსტრიის ყოველწლიურ კონვენციაზე. ყველაფერი შენი დამსახურებაა. ყველა აქ მოგენატრა, მაგრამ ვამაყობთ იმით, რასაც ახდევ. ასე განაგრძებ, ბოს. ბედნიერების ცრემლები მოადგა თამარს თვალებზე. გიორგის შეტყობინება იყო ხელშესახები მტკიცებულება მისი გავლენის, არა მხოლოდ ბიზნესზე, არამედ ადამიანებზეც. შემდეგი დღეები გავიდა პრეზენტაციების, სასწავლო სესიებისა და სკეპტიკურ თანამშრომლებთან პირისპირ საუბრების ქარბუქში. მაგრამ ყოველ დღესთან ერთად თამარი ხედავდა, როგორ იწყებდნენ ცვლილების თესლები ფესვების გადგმას. საბოლოოდ დადგა მისი შინ დაბრუნების დღე. როდესაც თვითმფრინავი დაეშვა, თამარმა იგრძნო აღფრთოვანებისა და ნერვიულობის ნარევი ლევანთან ვახშმის ფიქრზე. იმ ღამით ვახშმისთვის მზადებისას თამარმა უფრო მეტად იზრუნა თავის გარეგნობაზე, ვიდრე ჩვეულებრივ. მან ჩაიცვა ელეგანტური შავი კაბა და მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, რასაც იშვიათად აკეთებდა თავისი სამსახურეობრივი მოგზაურობების დროს. როდესაც მიაღწია რესტორანს, ლევანი უკვე იქ იყო, ელოდებოდა მას ღიმილით, რომელმაც მისი გული უფრო სწრაფად ააძგერა. თამარ, თქვა მან, ადგა რომ მიესალმა მას ლოყაზე კოცნით. შესანიშნავად გამოიყურები. თამარი გაწითლდა. გმადლობთ, ლევან. თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით. როდესაც დასხდნენ და სასმელები შეუკვეთეს, ლევანმა შეხედა მას ინტენსივობით, რამაც მას სუნთქვა შეაკავებინა. თამარ, დაიწყო ის, რაც მიაღწია ამ თვეების განმავლობაში, არის არაფერი, თუ არა შესანიშნავი.
შენ შეცვალე მთელი სალონები, შეცვალე ადამიანების აზროვნების წესი კლიენტების მომსახურების შესახებ ჩვენს ინდუსტრიაში. მან შეისვენა, მოსვა ღვინო, სანამ განაგრძობდა. მაგრამ ეს არ არის ის, რაზეც მინდოდა დღეს გესაუბრა. თამარმა შეხედა მას დაინტრიგებულმა. არა. ლევანმა თავი გააქნია. არა. თამარ, ამ თანამშრომლობის თვეების განმავლობაში ხედავდი, როგორც ცვლი ადამიანების ცხოვრებას შენი ემპათიითა და გადაწყვეტილებით, გავაცნობიერე რაღაც. ის წინ გადაიხარა, აიღო მისი ხელი თავის ხელებში. შემიყვარდი, თამარ. მსოფლიო ერთი წუთით გაჩერდა. თამარმა იგრძნო, როგორ უცემდა გული ძლიერად მკერდში. ლევან, მე. მაგრამ სანამ მოასწრებდა პასუხის გაცემას, ლევანის ტელეფონმა გადაუდებლად დარეკა. მან შეხედა ეკრანს და შუბლი შეჭმუხნა, ბოდიში უნდა ვუპასუხო. ეს სურაბია, თქვა მან, ადგა მაგიდიდან. თამარმა თავი დაუქნია, კვლავ გაოგნებული მისი აღიარებით. ის აკვირდებოდა, როგორ საუბრობდა ლევანი ტელეფონზე, მისი სახის გამომეტყველება იცვლებოდა შეშფოთებიდან შოკამდე. როდესაც ის დაბრუნდა მაგიდასთან, მისი სახე ფერმკრთალი იყო. თამარ, გვაქვს პრობლემა. დიდი პრობლემა. რა მოხდა? იკითხა მან, მისი შფოთვა დროებით ჩაანაცვლა ემოციურმა სიმურივემ. ლევანმა ღრმად ჩაისუნთქა, სანამ უპასუხებდა. ეს პრემიუმ მოტორსია. აფეთქდა სკანდალი. ვიღაცამ გაავრცელა ინფორმაცია სავარაუდო არაეთიკური პრაქტიკის შესახებ, რომელიც თითქოს იქ ხდებოდა, ჩვენს ზურგს უკან. თამარმა იგრძნო, თითქოს მუცელში დაარტყეს. და როგორ შეიძლება ეს? ჩვენ ასე ბეჯითად ვმუშაობდით კულტურის შესაცვლელად. ლევანმა თავი გააქნია, არ ვიცი. მაგრამ ამას შეუძლია გაანადგუროს ყველაფერი, რაც ავაშენეთ. არა მხოლოდ პრემიუმ მოტორსში, არამედ ყველა სალონში, სადაც შენი პროგრამა დაანერგე. თამარი იჯდა სიჩუმეში რამდენიმე წამის განმავლობაში, აანალიზებდა ინფორმაციას. შემდეგ გადაწყვეტილებით, რომელმაც თვით ლევანიც კი გააკვირვა, თქვა, უნდა დაუბრუნდეთ. ახლავე. უნდა გავიგოთ, რა ხდება და გამოვასწოროთ. ლევანმა თავი დაუქნია, მსუბუქი ღიმილით სახეზე, მიუხედავად სიტუაციის სერიოზულობისა. ეს არის ის თამარი, რომელსაც ვიცნობ. ყოველთვის მზად ნებისმიერი გამოწვევის საპასუხოდ. როდესაც აჩქარებით ტოვებდნენ რესტორანს, თამარმა იცოდა, რომ ისინი დგანან აქამდე უდიდესი გამოცდის წინაშე. სკანდალი პრემიუმ მოტორსში ემუქრებოდა ყველაფრის განადგურებას, რასაც მიაღწიეს. მაგრამ მხარი მხარსვლისას ლევანთან ის გრძნობდა უცნაურ ნარევს შიშისა და თავდაჯერებულობისა. რაც არ უნდა ელოდათ მათ, ისინი შეხვდებოდნენ ამას ერთად. და ამ მომენტში თამარმა გააცნობიერა, რომ მასაც შეუყვარდა ლევანი. გულით, რომელიც ფეთქავდა ემოციებისა და ადრენალინის ნარევით, თამარი და ლევანი გაემართნენ უცნობისკენ, მზად იყვნენ ებრძოლათ ყველაფრისთვის, რაც ააშენეს, და მომავლისთვის, რომელსაც მხოლოდ ახლა იწყებდნენ ერთად ხედვას. განთიადი მხოლოდ ამოდიოდა, როდესაც თამარი და ლევანი მიაღწიეს პრემიუმ მოტორსს. ავტოსადგომი, ჩვეულებრივ ცარიელი ამ დროს სავსე იყო პრესისა და ცნობის მოყვარე ადამიანების მანქანებით, რომლებმაც გაიგეს სკანდალის შესახებ. ეს უარესია, ვიდრე ვფიქრობდი, ჩაიბურტყუნა ლევანმა, ეხმარებოდა თამარს მანქანიდან გადმოსვლაში. სალონის შესასვლელთან მათ ელოდა ვახტანგ მეგრელიშვილი დამარცხების გამომეტყველებით სახეზე. თამარ, ლევან, მადლობა ღმერთს, რომ აქ ხართ, თქვა მან დაღლილი ხმით. ვახტანგ, რა ხდება? იკითხა თამარმა, პირდაპირ საქმეზე გადავიდა. ვახტანგმა წაიყვანა ისინი თავის ოფისში, დახურა კარი, რომ იზოლირებულიყო გარეთ არსებული ქაოსისგან. გუშინ საღამოს ვიღაცამ გაავრცელა პრესაში ინფორმაცია სავარაუდო არაეთიკური პრაქტიკის შესახებ პრემიუმ მოტორსში. ოდომეტრების ფალსიფიცირება, ნაკლების დამალვა გამოყენებულ ავტომობილებში და თვითქრთამიც კი ინსპექტორებისთვის. თამარი ჩავარდა სკამზე, შოკირებული. ეს შეუძლებელია. ჩვენ ასე ბეჯითად ვმუშაობდით აქ კულტურის შესაცვლელად. ვიცი, თქვა ვახტანგმა, გადაისვა ხელი ჭაღარა თმაზე და ვფიცავ, რომ არ მქონდა წარმოდგენა, რომ რაიმე ასეთი თამარი ჩავარდა სკამზე, შოკირებული. ეს შეუძლებელია. ჩვენ ასე ბეჯითად ვმუშაობდით აქ კულტურის შესაცვლელად. ვიცი, თქვა ვახტანგმა, გადაისვა ხელი ჭაღარა თმაზე და ვფიცავ, რომ არ მქონდა წარმოდგენა, რომ რაიმე ასეთი ხდებოდა. ლევანი, რომელიც აქამდე ჩუმად იყო, ალაპარაკდა. გაქვთ რაიმე წარმოდგენა, ვინ შეიძლება გაევრცელებინა ეს ინფორმაცია? ვახტანგმა თავი გააქნია.
არა, მაგრამ ვინც ეს გააკეთა, ჰქონდა ცუდომა ძალიან დეტალურ ინფორმაციაზე. ეს უნდა იყოს ვინმე შიგნიდან. ამ მომენტში კარზე დააკაკუნეს. ეს იყო გიორგი გადაწყვეტილების გამომეტყველებით სახეზე. ბოდიშს ვიხდი, რომ ვაწყვეტინებთ, თქვა მან, მაგრამ ვფიქრობ, ვიცი, ვინ დგას ამის უკან. ყველა მიაჩერდა მას მოლოდინით. გიორგი მღრმად ჩაისუნთქა, სანამ განაგრძობდა. ეს დავითია. გუშინ საღამოს გავიგონე, როგორ ლაპარაკობდა ტელეფონზე, ტრაბახობდა, როგორ გაანადგურა პრემიუმ მოტორსი. თამარი წამოდგა სკამიდან. დავითი? მაგრამ რატომ გააკეთებდა ამას? ფიქრობ, რომ იმედგაცრუებული იყო, ახსნა გიორგიმ. ის არასოდეს ნამდვილად არ მიიღო ცვლილებები, რომლებიც შემოვიტანეთ. მუდმივად წუწუნებდა, რომ ნაკლებ საკომისიოს იღებდა ახალ სისტემაში. ლევანმა შუბლი შეჭმუხნა. მაგრამ ეს არ ხსნის, როგორ მიიღო ინფორმაცია პრაქტიკებზე, რომლებიც სავარაუდოდ ხდებოდა ცვლილებების შემოღების შემდეგ. სიჩუმე, რომელიც ჩამოვარდა, იყო მძიმე, სანამ თამარი არ გაწყვეტდა, თქვა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პრაქტიკები არასოდეს ნამდვილად არ მომხდარა. ყველას თვალები გაიხსნა გაგებით. რა თქმა უნდა, შესწახა ვახტანგმა. დავითს შეეძლო ამ ინფორმაციის ფაბრიკაცია. ის საკმარისად იცნობს ბიზნესს, რომ ეს დამაჯერებელი გახადოს. მაგრამ რატომ წავიდოდა ასე შორს, იკითხა ლევანმა. გიორგიმ თვალები დახარა, შერცხვენილმა. ფიქრობ, ვიცი რატომ. რამდენიმე კვირის წინ გავიგონე, როგორ ლაპარაკობდა დავითი ვიღაცასთან ავტოლუქსიდან, ჩვენი მთავარი კონკურენციიდან. ფიქრობ, რომ მათ შესთავაზეს მას სამსახური, თუ შეძლებდა პრემიუმ მოტორსის დისკრედიტაციას. თამარი გაიმართა, ახალი გადაწყვეტილება ბრწყინავდა მის თვალებში. გვჭირდება მტკიცებულებები. თუ შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ დავითმა გააყალბა ეს ინფორმაცია, შეგვიძლია სკანდალის გაბათილება. ლევანმა თავი დაუქნია. მართალი ხარ. გიორგი, როგორ ფიქრობ, შეძლებ რაიმე მტკიცებულების პოვნას დავითის ტელეფონზე ან კომპიუტერზე? გიორგიმ თავი დაუქნია. შემიძლია ვცადო. ვიცი მისი პაროლი სალონის სისტემაში. იმოქმედე, უბრძანა ვახტანგმა. მაგრამ იყავი ფრთხილი. არ გვინდა, რომ დავითმა რაიმე იეჩვოს. როდესაც გიორგი გავიდა ოფისიდან, თამარი და ლევანი ამზადებდნენ პრესის მართვის გეგმას. ვერ დაუშვებთ, რომ ეს ისტორია უკონტროლოდ გაიზარდოს, თქვა თამარმა. უნდა მოვაწყოთ პრესკონფერენცია. ვაჩვენოთ გამჭვირვალობა და ჩვენი ვალდებულება ეთიკის მიმართ. ეს მოგცემს დროს, სანამ მტკიცებულებებს შევაგროვებთ. ლევანმა გაიღიმა, მოწონებით თამარის გადაწყვეტილებაზე. მართალი ხარ. გავაკეთოთ ეს. შემდეგი საათები იყო ბობოქარი. როდესაც გიორგი ეძებდა მტკიცებულებებს, თამარმა და ლევანმა მოამზადეს განცხადება პრესისთვის. ვახტანგი კი ამშვიდებდა შეშფოთებულ თანამშრომლებს. დაგეგმილ პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე გიორგი შევარდა ოფისში, დაქოშინებული, მაგრამ გამარჯვებული ღიმილით. მაქვს, ამოთქვა მან, ხელში ფლეშმეხსიერების ბარათს აკნევდა. ელექტრონული წერილები დავითსა და ავტოლუქსის მენეჯერს შორის. დეტალური გეგმები სკანდალის ფაბრიკაციისთვის. არის თვითგადახდის დაპირებაც კი პრემიუმ მოტორსის დაცემის შემდეგ. თამარმა იგრძნო, როგორ მოეხსნა ტვირთი მხრებიდან. შენ გმირი ხარ, გიორგი. მტკიცებულებებით ხელში, თამარი და ლევანი გავიდნენ პრესას შესახვედრად. კონფერენცია იყო ინტენსიური, ჟურნალისტები ავსებდნენ მათ აგრესიული კითხვებით. მაგრამ თამარმა დამახასიათებელი სიმშვიდითა და პატიოსნებით გაუმკლავდა სიტუაციას. ქალბატონებო და ბატონებო, დაიწყო ის, აღმოვაჩინეთ, რომ ბრალდებები პრემიუმ მოტორსის წინააღმდეგ არის სრულიად ყალბი. ისინი ფაბრიკებული იყო უკმაყოფილო ყოფილი თანამშრომლის მიერ ჩვენს კონკურენციასთან თანამშრომლობით. შრიალი გავრცელდა ჟურნალისტების ბრბოში. გვაქვს მტკიცებულებები, განაგრძო თამარმა, რომლებიც არა მხოლოდ ადასტურებს პრემიუმ მოტორსის უდანაშაულობას, არამედ ასევე ამ ხელშეთქმულებას ამ ყალბი ბრალდებების უკან. ჩვენ გადავცემთ ყველა ამ ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს, რათა მათ მიიღონ შესაბამისი ზომები. ლევანმა დაამატა, გვინდა ასევე კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ ჩვენს ვალდებულებას ეთიკისა და კლიენტების მომსახურების მიმართ. პროგრამა, რომელიც დანერგა ქალბატონმა გიორგაძემ, არა მხოლოდ გააუმჯობესა ჩვენი ბიზნეს პრაქტიკა, არამედ რევოლუცია მოახდინა ჩვენი კომპანიის კულტურაში. ვიწვევთ ყველას, ვისაც აინტერესებს, მოინახულოს ჩვენი დაწესებულებები და საკუთარი თვალით ნახოს, როგორ მუშაობთ.
ჟურნალისტების კითხვები ეცემოდათ მათ როგორც წვიმა, მაგრამ თამარმა და ლევანმა უპასუხეს მათ ოსტატობით, პასუხობდნენ გამჭვირვალობითა და სიმტკიცით. პრეს-კონფერენციის ბოლოს პრესის გაშუქების ტონი აშკარად შეიცვალა. ის, რაც დაიწყო როგორც დამანგრეველი სკანდალი, გადაიქცა ისტორიად პატიოსნებასა და გამძლეობაზე არასამართლიანი კონკურენციის წინაშე. ამასობაში პოლიცია გაფრთხილებული იყო და დავითი დაკავებული იყო დაკითხვისთვის. მტკიცებულებები იყო დამაჯერებელი და მალე აღიარა თავისი როლი შეთქმულებაში. მომდევნო კვირებში პრემიუმ მოტორსმა არა მხოლოდ აღადგინა თავისი რეპუტაცია, არამედ გამოვიდა ამიდან უფრო ძლიერი. გამჭვირვალობა და პატიოსნება ნაჩვენები კრიზისის დროს მოიზიდა კიდევ უფრო მეტ კლიენტს და გაყიდვებმა მიაღწია რეკორდულ დონეს. ინციდენტიდან ერთი თვის შემდეგ თამარი იმყოფებოდა თავის ახალ ოფისში ვეგა ინდასტრის სათაო ოფისში. ის დაწინაურდა კორპორატიული კულტურისა და კლიენტების მომსახურების დირექტორის პოზიციაზე, პასუხისმგებელი თავისი პროგრამის დანერგვაზე კომპანიასთან დაკავშირებულ ყველა სალონში. ანგარიშების გადახედვისას მის ოფისში შემოვიდა ლევანი ღიმილით სახეზე. გაქვს ცუთი? კითხა. შენთვის ყოველთვის უპასუხა თამარმა, გრძნობდა პეპლებს მუცელში, როგორც ყოველთვის, როდესაც მას ხედავდა. ლევანი შემოვიდა და მის უკან კარი დახურა. ფიქრობდი ჩვენ შეწყვეტილ ვახშამზე, თქვა მან, მივახლოვდა მის მაგიდას. თამარმა იგრძნო, როგორ დაუჩქარდა გული. მეც ვფიქრობდი მასზე. ლევანმა აიღო მისი ხელები თავისში. თამარ, ეს ბოლო თვეები იყო გიჟური. სკანდალები, გამოწვევები, ცვლილებები. მაგრამ ყველაფერ ამის შორის ჩემი გრძნობები შენდამი მხოლოდ იზრდებოდა. შენ ხარ ყველაზე შესანიშნავი ადამიანი, ვინც კი შემხვედრია. შენი ემპათია, შენი გადაწყვეტილება, შენი პატიოსნება. შენ მანიჭებ შთაგონებას ყოველ დღე. თამარმა იგრძნო ცრემლები თვალებში. ლევან, მე. მოიცა, ნაზად შეაწყვეტინა, მაცადე დავასრულო, ის დაიჩოქა მის წინაშე, ამოიღო პატარა ხუთი ჯიბიდან. თამარ გიორგაძე, გამიკეთებ პატივს და გახდები ჩემი მეუღლე. მსოფლიო ერთი წამით გაჩერდა. შემდეგ ბედნიერების ცრემლებით, რომლებიც ჩამოსდიოდა ლოყებზე, თამარმა თავი დაუქნია. დიახ, ლევან. გავხდები შენი მეუღლე. ლევანმა გაუკეთა ბეჭედი თითზე და ადგა რომ ეკოცნა. ამ მომენტში ყველაფერი, რაც გადაიტანეს, ყველა გამოწვევა და გამარჯვება ჩანდა იდეალური წინამძღოლი ამ მომენტისკენ. რამდენიმე დღის შემდეგ პრემიუმ მოტორსში თამარმა და ლევანმა შეკრიბეს მთელი პერსონალი, რომ გაეზიარებინათ ამბები. არა მხოლოდ მათი დანიშვნის შესახებ, არამედ კომპანიის მომავალი გეგმების შესახებაც. მადლობა თქვენ ყველას, თქვა თამარმა, რომ დაიჯერეთ ბიზნესის ეს ხედვა დაფუძნებული პატივისცემასა და ემპათიაზე. თქვენ დაამტკიცეთ, რომ შესაძლებელია წარმატების მიღწევა ღირებულებებში კომპრომისის გარეშე. ლევანმა განაგრძო, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ პრემიუმ მოტორსი გახდება ჩვენი ახალი მიდგომის ფლაგმანი სალონი. გავაფართოვებთ ამ სალონს და გავხდით მას სასწავლო ცენტრად ჩვენი ყველა ფილიალისთვის. ტაში და კიჟინა ავსო დარბაზი. გიორგი მივიდა, რომ მიელოცა წყვილისთვის. არასოდეს შევძლებ საკმარისად მადლობის გადახდას შანსისთვის, რომელიც მომეცით, თქვა მან. შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება. თამარმა მოეხვია მას. შენ შეცვალე ჩვენი, გიორგი. ყველა აქ არის ამ ტრანსფორმაციის ნაწილი. როდესაც ისინი აკვირდებოდნენ ზეიმს მათ გარშემო, თამარმა და ლევანმა გაცვალეს მზერები, სავსე სიყვარულითა და თანამშრომლობით. მათ გაუმკლავდნენ არაჩვეულებრივ გამოწვევებს, მაგრამ ერთად არა მხოლოდ გადალახეს ისინი, არამედ ასევე მოახდინეს რევოლუცია მთელ ინდუსტრიაში. მომავალი გადაშლილი იყო მათ წინაშე, სავსე დაპირებებითა და ახალი გამოწვევებით. მაგრამ სიყვარულით, რომელიც მათ აკავშირებდათ და ირგვლივ ადამიანების მხარდაჭერით იცოდნენ, რომ შეეძლოთ შეხვედროდნენ ყველაფერს, რასაც ბედისწერა მოიტანდა. და ასე, როდესაც მზე ჩადიოდა კიდევ ერთი წარმატებული დღის ზემოთ პრემიუმ მოტორსში, თამარი ფიქრობდა შესანიშნავ მოგზაურობაზე, რომელმაც გარდაქმნა ის მიმღებიდან ავტომობილების ინდუსტრიაში რევოლუციის არქიტექტორად. მისი ისტორია იყო მოწმობა სიკეთის, პატიოსნებისა და სიმტკიცის ძალის. როდესაც ლევანმა აიღო მისი ხელი, თამარმა იცოდა, რომ ეს არ იყო მისი ისტორიის დასასრული, არამედ მხოლოდ დასაწყისი ახალი და აღმაფრთოვანებელი თავისა.